მოგესალმებით. კვლავ შინაურულის არხიდან. დღეს კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ უზბეკური ფლავი ქათმით, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ. მაშასე პირველ რიგში დავჭრათ 2 თავი ხახვი, აი ასეთ დიდ ნაჭრებად. შემდეგ ტაფაზე დავასხათ 100 მლ ზეთი და მასში მოვშუშოთ ხახვი, რომელიც აუცილებლად იმდენი ხანი ვშუშოთ, სანამ არ დარბილდება. სანამ ხახვი იშუშება, მომზადოთ ქათმის ნაჭრები. 1 კილოგრამი ქათამი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. შემდეგ დავამატოთ უკვე მოშუშულ და დარბილებულ ხახვს. და ყველა ქათმის ნაჭერი ხავში კარგად შევბრაწყოთ. აი ასე ვატრიალოთ ორივე მხარეზე, კარგად უნდა დაებრაწოს ყველა ხორცის ნაჭერი. როცა ხორცი კარგად დაიბრაწება, მაშინ დავახუროთ თავსახური და კიდევ შუშოთ 10 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დრო და დრო მოურიოთ, რომ არ მიგვეწვას. სანამ ხორცი ხავთან ერთად იშუშება, მოვამზადოთ 2 სტაფილო, ასეთ გრძელ ნაჭრებად და შემდეგ დავაყაროთ უკვე მოშუშულ და დაბრაწულ ხორცს და დრო და დრო ამოვურიოთ. იმასაც დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. ფლავისთვის დაგვჭირდება 9 კილო გრძელი ბრინჯი. მე გამოვიყენე ბასმათი, რომელიც კარგად გავრეცხოთ და გავწუროთ. მანამდე კი ხორცსა და სტაფილოს დავამატოთ მარილი გემოვნებით, ძირა და რამდენიმე ცალი გამშრალი კოწახური და დრო ამოვურიოთ. ყველაფერი გემოები ერთმანეთში კარგად გაიხსნას. ქათმის ყველა ნაჭერი სტაფილოსთან, ხახვთან და სუნელებთან ერთად კარგად ასე უნდა ჩაიბრაწოს. შემდეგ დავასხათ წყალი იმდენი, რომ ყველა ქათმის ნაჭერი ოდნავ წყლით დაიფაროს. შემდეგ დავაყაროთ გაწურული და გარეცხილი გრძელი ბრინჯი და დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ დაახლოებით 20 წუთი დაბალ ცეცხლზე. დრო და დრო ავხადოთ თავსახური და ოდნავ მოურიოთ, რომ გემოები თანაბრად გადანაწილდეს, მათ შორის მარილიც. როცა ოდნავ წვენი ჩაუშრება, ზემოდან დავადოთ გარეცხილი და გაუბწკვნავი 1 თავი ნიორი. აქვე დავამატოთ 9 ცხარე წიწაკა. ისევ დავახუროთ თავსახური და განვაგრძოთ ფლავის მომზადება, მანამ სანამ წვენი ბოლომდე არ ჩაუშრება. შემდეგ კვლავ დავახუროთ თავსახური, გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ 15 წუთი და ჩვენი უგემრიელესი კერძი მზად არის. უგემრიელესი და ძალიან სუყე კერძი, რომელიც მთელ ოჯახს დაანაყრებს. შინაურულზე არის ტკბილი ფლავის არაერთი რეცეპტიც. ამიტომაც გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.